მეგობრებო, გახსოვთ დაგპირდით, რომ ჩემ სოფელში მოგატარებდით და ეკლესიაშიც შეგიყვანდით და მოდი ახლა შევიდეთ ეკლესიაში და აგიხსნით აქ რა ხდება. ეს არის ლუთერანული ეკლესია, მე-19 საუკუნის ეკლესია არის, 1871 წელს დაარსდა გერმანელების მიერ, მეგობრებო, და 29 მარტს აუგუსტ 29 აუგუსტოს, ესე 1871 წლის 29 აუგუსტოს დაარსებულა ეს ეკლესია ლუთერანების მიერ. აი ამ სოფელში ცხოვრობდნენ ეს გერმანელი იმიგრანტები. ხო, ამას მე გავისეინებ და განახებთ. საცხოვრობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ და ეს გერმანული სახლები რო არის, აი მაგალითად ამ სტილის ფახვერქოიზა ქვია ამათ. ხისა და ქვით ნაშენი და ეხლა შევიდეთ ამ ლუთერანულ ეკლესიაში და მოგიყვებით თუ რას ნიშნავდა ეს ეკლესია. ეს ეკლესია როგორ დგას და რა მიმართულებით უნდა იდგეს და რა საიდუმლოებებს ფლობდნენ თქვათ ეს გერმანელი წარმომადგენლები, რომ ამ ეკლესიას არა აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით აშენებდნენ, არამედ პირიქით ჩრდილოეთ-სამხრეთ მიმართულებით. ეხლა ეს ზემოთ ეს თავი, რომელიც არის, ხო, ეს თავი რესტავრირება მორჩა ეხლა რაღაც რამდენიმე წლის წინ, აი ამ თავის დადგმა და ეს თავი მონგრეული იყო კომუნისტების მიერ, იმიტომ რომ არ მოეწონათ რატომღაც ეს ეკლესია დაანგრევას სცადეს, ვერ დაანგრიეს ბოლომდე, მერე რესტავრირება გაუკეთეს ეხლა აქ ჩვენმა მთავრობამ, თუმცა ისევე ვერ აღადგინეს როგორც იყო, უფრო წვრილი, ვიწრო და მაღალი თავი ჰქონდა, მაგრამ არა უშავს, შევიდეთ. მაინც ხო გააკეთეს, მერე აქ იყო კლუბი, ჩემი პირველი გამოცდილება ამ ეკლესიაში, ამ ეკლესიის უკან იყო კლუბი მიშენებული და იქ ჩატარდა პირველი ფილმის ჩვენება, მაშინ ვიყავი ალბათ ესე 4-5 წლის და პირველი ფილმი მაგნახე. აი ეს არის ეს ეკლესია, მეგობრებო, ეს ეკლესია შედგება ორი ეკლესიისგან. ეს პირველი ნაწილი, ახლა სადაც ჩვენ შემოვედით, არის ქართული, აი ამ ადგილზე. ადრე იდგა თურმე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ეს არის აღმოსავლეთ მიმართულებით ამბიონი. აი ეს ამბიონი არის აღმოსავლეთის მიმართულებით და აქ ისევ დატოვეს ქართული ტაძარი. წმინდა ნიკოლოზის სახელობის არის და ეს კი არის, მეგობრებო, გერმანული ლუთერანული ეკლესიის ნაწილი. აქ ეხლა ცარიელია, მაგრამ რო შემოხვიდოდით, იდგა სულ სკამები, დიდი სკამები, დასაჯდომის სკამები და აი აქ გაჩვენებთ მერე ვინები ცხოვრობდნენ, ვინ ააშენეს ეს ეკლესია, ყველაფერი გამოფენილია, აქაური მაცხოვრებლები და აი ნახეთ ადრე როგორ იყო ეს ეკლესია. აი აქ უკან ჩამონგრეული, დაანგრეული და შემდეგ გააკეთეს. რესტავრაცია გააკეთეს და სხვათა შორის ეს ეკლესია არის რაღაცნაირად განსაკუთრებული ახლა რითი. აქ მეორე სართულიც არის, ადიხარ და მაღლა შეგიძლია ზარიც დარეკო. მოდი ავიდეთ და მერე ჩამოვიდეთ ქრისტე პანტოკრატორთან. ხო და მოკლედ მეგობრებო, ეს ეკლესია რო გააკეთეს გერმანელებმა, ამბიონი გაუკეთეს სამხრეთის მიმართულებით და არა, თქვათ, აღმოსავლეთის მიმართულებით. კითხვა ისმის, ნეტავ რატო? ანუ ისინი ჩვეულებრივად ქრისტიანები იყვნენ და მარტინ ლუთერის აზრს ეთანხმებოდნენ, მაგრამ საკითხავი ის არის, რომ რატომ გაუკეთეს ამბიონი სამხრეთის მიმართულებით? აი აქ იყო ამბიონი. ამ ადგილზე იდგა დიდი ორღანი. აი ახლა კარები სადაც არის, კარი, მან დიდი ორღანი იდგა. წირვის დროს მიმდინარეობდა, ესე იგი, ორღანის აყვირება, უკრავდნენ ორღანს და შემდეგ იყო
ტარდებოდა წირვა. აი ამ ხელა ეკლესია გააკეთეს გერმანელებმა, ახლა ეს რესტავრირებული არც თუ ისე კარგად არის გაკეთებული, მართალი გითხრათ, მაგრამ იმას ჯობია რაც იყო. აი ესე. აი ესეთი სახი აქვს ამ ჩვენს ლუთერანულ ეკლესიას გერმანელების მიერ აშენებულს. ეხლა აქ შემოაბრძანეს ხატები, განსაკუთრებით ქრისტე ყოვლადმყრობელი, ყოვლად პანტოკრატორი, ყოვლად მმართველი, ყოვლის მყრობელი, ესე ქვია და მივიდეთ ეხლა ქრისტე ყოვლის მყრობელთან. სანამ ქრისტე ყოვლის მყრობელთან მივალთ, გავიაროთ თუ ვინ ააშენა ეს ეკლესია ვნახოთ. ამ ხალხზე მოგიყვებით მე პატარა ისტორიას. ეს ხალხი მეგობრებო, ვინც აქ ჩამოვიდა საქართველოში, გამოიქცა და იყო ელიზაბეტის მიერ დაფინანსებული, რომ წამოსულიყვნენ, გამოქცეულიყვნენ გერმანიიდან, იმიტომ რომ გერმანიაში იდევნებოდნენ როგორც სექტა, ისე შერაცხული იყვნენ როგორც თითქოს სექტანტები, იმიტომ რომ მარტინ ლუთერის მოსაზრება ბევრი არ ითვალისწინებდა. და ეს ხალხი, ვინც მარტინ ლუთერს გაყვა და მარტინ ლუთერის სიტყვა მოისმინა, აი ეს ხალხი წამოვიდა საქართველოში და დასახლდა იმ ადგილებში, სადაც თვლიდნენ, რომ აი აქედან ამ ადგილებიდან დაიწყებოდა მეორედ მოსვლა და ქრისტე აქ მოვიდოდა პირველად. ასურეთი რატომ ამოირჩიეს მანდ? სწორედ აი ამ მიზნით, რომ ესე იგი ყველა მოსახლე, ვინც კი აქ ჩამოვიდა, იყო პროფესიონალი თავისი საქმის. ინჟინრები იყვნენ, ესე იგი ექიმები იყვნენ, მცოდნეები, ძალიან განათლებული ხალხი და აი თქვენ ხედავთ, რომ ეს სახლები, რომლებიც აი აქ არის ჩამწკრივებული, მათი აშენებულია სულ რაღაც 100 წელიწადში. 100 წლის მანძილზე. როგორ მოახერხეს ამ ხალხმა ამ 100 წლის მანძილზე ამ ყველაფრის გაკეთება და აი ამ გატყევებული ადგილიდან, ესე იგი მთელი დიდი სოფლის დაარსება, რომ ისეთი ლამაზი სოფელი ყოფილა, რომ აქ ესე იგი ხალხი რომ მოდიოდა 64 გონებიათ რა, ესეთი ხმები არსებობს, რომ ყველა ადამიანი, ვინც აქ შემოვიდოდა, თავი ეგონა 64-ში. ამას მოგიყვებით, როგორ გააკეთეს მე ეს. აი ეს მასწავლებელი და ეს მოსწავლეები, შვაბები იყვნენ ესენ ძირითადად. და მეგობრებო, რა ხდებოდა ახლა, იცით? ხდებოდა ის, რომ ესე იგი არც ერთს არ ქონდა წამოსვლის უფლება, თუ მას არ ექნებოდა ოჯახი. მხოლოდ ერთადერთ ქალს დაართეს უფლება, ეს იყო ქალი, რომელმაც ჩაუწყო საქმეები, მე თუ არ ვცდები რა, ესე მახსოვს, ჩაუწყო საქმეები ამ ელიზაბეტთან. და ელიზაბეტმა დააფინანსა ეს ხალხი, რომ წამოსულიყვნენ აი აქ ასურეთი საქართველოში და აქ დასახლებულიყვნენ ესენი. და წარმოიდგინეთ, რომ ამ გატყევებული ადგილიდან ამ გერმანელებმა, ესე იგი, შექმნეს საკუთარი კაშხალი, ელექტროენერგო სადგური, მარანი ააშენეს ღორების ფერმა, ქათმების ფერმა, სამკერვალო სკოლები და რავი, ყველაფერი გააკეთეს ისე, რომ საუკეთესო ხარისხის და საუკეთესო შესრულების. მაგრამ რატომღაც მერე გადაწყვიტა სტალინმა, რომ ეს ხალხი იყო, ესე იგი, საშიში საქართველოსთვის და 1941 წელს გამოუცხადა ამათ, რომ მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა დატოვონ ეს სოფელი. აი, სულ რაღაც 1932 წელს არის გადაღებული ეს სურათი და 10 წლის შემდეგ, დაახლოებით 9-10 წლის შემდეგ სტალინი ამ ხალხს ყველას ასახლებს.
დააკვირდით ახლა ამ ხალხის გამომეტყველებას არ გვანან გერმანელებს, მეგობრებო. ესენი იყვნენ ყველა შვაბები და შვაბები კიდევ არიან განშტოება იმ ხალხისა, რომლებიც ძირითადად დასახლდნენ ბავარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავარიასთან ახლოს. და თქმულებების მიხედვით ბავარიელები სავარაუდოდ არიან კავკასიიდან წასული ხალხი. ვარჯიშობდნენ, ხო, ესეთი ხალხი იყო, რომ ძალიან ჯანმრთელად ცხოვრობდნენ, კონვეიერულად, ანუ ერთობლივად. ესე იგი, როდესაც ოჯახი ქორწინდებოდა, იკრიბებოდა მთელი ოჯახი და აი ამ ახალ დაქორწინებულებს უშენებდნენ ახალ სახლს. უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, ხო? თავიანთი საკუთარი ძალებით აქ არ იყო ის ამბიცია, რომ აი ახლა მე შენთან ვიმუშავებ და შენ გადამიხდი ფულს. ეს ხალხი იყო დაახლოებით რაღაცა დაახლოებით წარმომიდგენია, რომ იყო ექსპერიმენტის დონეზე, რომელიც ცდილობდა, რომ აი დაემსხვრია ის საზოგადოება, რასაც ქვია ფულისთვის მუშაობა და ემუშავა უფლისთვის. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ამათთვის, რომ ისინი მუშაობდნენ ყველანი ერთად ერთმანეთისთვის. და ძალიან მორწმუნეები იყვნენ, ესე იგი ამხელა ეკლესიის ამშენებელი ხალხი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას თუ არცდების შაბათს თუ კვირას დადიოდა ეკლესიაში, უკლებლივ ყველა პირი, ვისაც გადაადგილება შეეძლო, მოდიოდნენ და აი აქ ხედავთ თქვენ მუსიკალური ინსტრუმენტებიც კი შეუძენიათ და აქტიურად ჩართული იყვნენ, ესე იგი, იმ საქმით, რასაც ქვია 60-ის გაშენება დედამიწაზე. მართლაც მოახერხეს 60-ის გაშენება, აი ეს არის მარანი, რომელიც ერთობლივად ააშენეს. მეღვინეები იყვნენ, ყველა ოჯახს ყავდა, ესე იგი, ღვინის ყავდა კი არა და ქონდა ღვინის კასრები და ღვინოს ამზადებდა. აი ეს აბანო ააშენეს, სადაც ბანაობდნენ, ერთობლივი ნამუშევარი იყო და საბოლოო ჯამში აი ეს გამოვიარეთ ეს ხალხი და მოვედით ქრისტე პანტოკრატორთან. აი საქართველოს აქ არის საქართველოს გაბრწყინება ასახული სამების ხატი, ღვთისმშობლის ხატი და ეს თუ არ ვცდები დახატული არის მანგლისის დიდება. მანგლისის დიდება ქვია ამ ხატს. და ქრისტე ყოვლად მყრობელი მიქაელ და გაბრიელის მიერ მოცული და ზემოდან, ესე იგი, როგორც სულიწმინდის მტრედი არის, თეთრი მტრედი სულიწმინდის სიმბოლო, სულიწმინდის მიერ მამაზე ციერის ხელდასმული. ხა რატომ მოვყევი ეს ყველაფერი აქ, მეგობრებო? მინდა გითხრათ, რომ მეორედ მოსვლის შესახებ მხოლოდ ჩვენს დროში არ ლაპარაკობენ. მეორედ მოსვლის შესახებ უკვე საუბარი არის ძალიან შორეული ამბავია ეს ალბათ დაახლოებით მაშინ, როდესაც ქრისტე ამაღლდა, იმ დღიდან დაიწყო საუბარი მეორედ მოსვლაზე. დაახლოებით 2000 წელს მოიცავს ეს მოლოდინი, რომ მეორედ მოვა ქრისტე და აი ეს ხალხი, ვინც აქ ეს ეკლესია ააშენა და დაარსა აქ დიდი ძალიან ლამაზი სოფელი, აი ეს ხალხი ელოდებოდა ქრისტეს მოსვლას, რომელსაც სჯეროდა, რომ ასურეთიდან დაიწყებოდა მეორედ მოსვლა. კიდევ არსებობს ბოლნისში დასახლებული ის ხალხი, ვინც ბოლნისში დასახლდა. თუმცა იმათ არ სჯეროდათ არაფრის, არ ვიცი ის სჯეროდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ვინც დასახლდა, ამათ სჯეროდათ იმის, რომ იქნებოდა იერუსალიმში მეორე მოსვლა და გამოიყო შემდეგ აი აქ მეორე მსოფლიო ომის წინ, დაწყების წინ ეს სოფლის მოსახლეები გაიყვნენ ორად. ერთნი წავიდნენ იერუსალიმისკენ, რომელთაც რატომღაც გაუჩნდათ ის ეჭვი, რომ იერუსალიმში მოხდებოდა მეორედ მოსვლა და არა აქ.
და ესენი რომლებიც დარჩნენ ამ ტერიტორიაზე აი ამათ სჯეროდათ რომ აქედან დაიწყებოდა მეორედ მოსვლა და მეორედ მოსვლა არ დააცადა სტალინმა 20 წლით გადადო და ამას დიდი სიამაყით ამბობენ საკვირველ დონეზე სასულიერო პირები რომ თურმე სტალინმა 20 წლით გადადო მეორედ მოსვლა და უხარიათ ეს და ლამის არის ცა დაიყვანონ სტალინი რომ გადადო მეორედ მოსვლა ისევე როგორც უხარიათ დღევანდელ მღვდლებს ამბიონებზე შემომდგარან და 20 წლით გადავდეთო არა მოიცა სტალინმა 60 წლითო თუ რაღაც 70 წლით გადადო მეორედ მოსვლაო და ეს უხარიათ ასევე უხარიათ ის რომ 20 წლით გადადო თურმე ჩვენმა საპატრიარქომ და ჩვენ მეორედ მოსვლა და უხარიათ დგანან ესე იგი და ჭკუაზე არ არიან და ეს ხალხი წასს უკრავს და აზი არ არიან გონს არ არიან რას ლაპარაკობენ ესე იგი შიზოფრენის უმაღლესი დონე პირველ რიგში ის რომ ელოდებიან 2000 წელი მეორედ მოსვლას და თან უხარიათ რომ გადაიდო მეორედ მოსვლა არ ვიცი ეს ამას თუ შიზოფრენია არ ქვია მაშინ ქვია დებილიზმი ანუ არ ვიცი სახელი რა ვიცი სახელი უნდა დაერქვას ამას არა არ არის საჭირო სახელის დარქმა და ამიტომაც მეგობრებო მე ვამბობ ესეთ რამეს რა ადამიანს და თან მით უმეტეს სასულიერო პირს რომელსაც უხარია მეორედ მოსვლის გადადება ის არის ანტიქრისტეს ვითარებაში და ვერც გრძნობს ამას რამე თუ ქრისტეს მოსვლა ქრისტიანს ჭეშმარიტ ქრისტიანს უხარია კი არა ცრემლებით ელის ქრისტეს ცრემლებით ელის და უძახის მოდი ჩვენთან უფალო გავიხედავთ ილია დაწერს ლექსს რომ მოდი ჩვენთან უფალო და გალობს გავიხედავთ ამბიონებიდან გვასწავლიან რომ თურმე 20 წლით გადავდეთ და მადლობა თქვენ ქართველებო რომ გადავდეთ თქვენი დამსახურებაა რომ გადავდეთ ეს მეორედ მოსვლა გავიხედავთ იქ მღერიან მოდი ჩვენთან უფალო გავიხედავთ კიდე უხარიათ გადადება ხო და მეგობრებო საბოლოო ჯამში სანამ ჩვენ ეს გაურება გვჭირს და ეკლესიაშიც გაურების უმაღლესი დონე არის დღევანდელ დღეობაში მანამდე ქრისტე ჩვენ არ დაგვენახება და როცა მსურველი იტყვის მოდი აი მაშინ მოვა ქრისტე ასე რომ წავიდეთ ახლა ჩვენ ნახოთ ჩვენი ასურეთი სადაც ცხოვრობ მე სადაც ჩამოასახლა სტალინმა ბაბუაჩემი სადაც დასახლა ბაბუაჩემი აი ამ სოფელში ძალით ჩამოასახლა რო იცოდეთ და ნუ სტალინის პერიოდმა თორე ახლა თვითონ პირადად სტალინმა კი არა და ვნახოთ როგორი სოფელია ასურეთი აი ასეთი სოფელი ასურეთი და თანაც ეს სახლები ახლა რაც შერემონტებულია ზოგი გადაკეთებულია და ასე შემდეგ განახებთ ანუ პირველ სახეს ამ სახლებისას როგორი იყო 1-2 გააკეთეს და აღადგინეს ეკლესიას გარედან განახებთ როგორია აი ესეთი ეკლესია გააკეთეს ახლა გაარემონტეს თუმცა აქ იყო მოხატული მინები ეს ყველა მინა მოხატული იყო და ეხლა მაგის ფული არ ქონდათ ეთყობა დაზოგეს რომ ეს აღედგინათ სრულყოფილად და აი გავიშეინოთ ასურეთში ხო და ასე შემდეგ ჩემო კარგებო გადავწყვიტოთ ერთი გვინდა მოვიდეს ქრისტე თუ არ გვინდა ერთ-ერთ ფსიქოლოგს საპატრიარქოს ფსიქოლოგს როდესაც ვესაუბრე რომ მე თქვი ყოველდღე ვეძახი ქრისტეს რომ მოვიდეს და ეცით როგორი სახე მიიღო ეცით როგორ შეეშინდა რას ლაპარაკობო მეო ჯერ ცხოვრება მინდაო რა დროს მეორედ მოსვლა არისო ჩვენო არ გვევალებაო ქრისტიანებსო რომ დაუძახოთო ქრისტესო და მეორედ მოსვლა გვინდოდესო
წარმოგიდგენიათ, საპატრიარქოს ფსიქოლოგი რო ამას გეტყვის, სად ყოფილვართ და სად ვართ? წარმოგიდგენიათ თქვენ ეს თუ არ წარმოგიდგენიათ? ადამიანს რო შეეშინდება ჯერ მეორედ მოსვლის, რას ლაპარაკობ, ჯერ ცხოვრება მინდაო, იცი რები მოხდებაო. მეორე მოსვლის დროსო, ვიცი მეთქი. და მაგიტომაც მინდა რომ დასრულდეს ეს რასაც ის ფსიქოლოგი თავის ჭკუაში ცხოვრებას უძახის და ფულების აქეთ-იქით ფულების მონობას, ხო? მოდი მონობა ვთქვათ, იმიტომ რომ ფულების გამომუშავებაც და გაცემაც მონობაა ფულის. იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ფულთან კონტაქტობ და უფალი გავიწყდება, რაც თემა არის ახლა დღევანდელ ეკლესიებში, რომ დგანან და მართლაც ღვთისმშობლის ხატის წინ ეკლესიაში ქრისტეს წინაშე ვაჭრობენ და სავაჭრო ცენტრებია დღესაც კი და ამას ეძახის ალბათ ის საპატრიარქოს ფსიქოლოგი, რომ რას ლაპარაკობ, ჯერ ცხოვრება მინდაო, ჯერ ფულები ვითვალოო რა, ესე გამოდის. ეს არის ერთ-ერთი ძველი სახლი, რომელიც ხედავთ თქვენ მაღლა არის უცნაურად ხეებით გაკეთებული და ესეთი ხეებით ნაშენ შენობებს მეგობრებო გერმანელები უწოდებენ Fachwerkhaus არის ის, რომელიც ხით არის ესე გაშენებული, შემკობილი კი არა და ხის შენების რაღაცა სტილია ესეთი, რომელიც არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს შენობის სტილი, მართალი გითხრათ, რა დატვირთვა აქვს, ეზოთერული თუ ეკოლოგიური თუ რა დატვირთვა აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ეხლა ეს დაანგრეულია, მაგრამ შერემონტებული და გაახლებული არის ეს სახლი, რომელიც 5 მილიონიდან რომელიც დაფინანსდა ამ სოფლის პროექტი, რომ ეს სოფელი გაკეთებულიყო, ეს სახლი და კიდე ერთი სახლი გაარემონტეს, ეკლესია და გზა გააკეთეს და რა ვიცი, განათება შეიძლება მანამდე კიდევაც იყო, მაგრამ მაინც კიდე გააკეთეს და კანალიზაცია გააკეთეს კიდე. დაახლოებით ესე იყო ეს სოფელი, ეს სახლები, ორი სახლი, ის ახლა მეორე სახლი პირადი თანხებით გააკეთა იმ კაცმა და ეს უკვე სახელმწიფომ გააკეთა. ხო, ესე ჩემო კარგებო. საინტერესო სახლებია მართლაც. ისე ლამაზად რო იყოს გაკეთებული, როგორც ახლა იმან გააკეთა. აღადგინეს ეს ღობეები ისე როგორც იყო. ეს ღობეებიც ისე აღადგინეს როგორც იყო. და ეს გზებიც ისე აღადგინეს, კანალიზაცია ჰქონდათ მათ გაკეთებული თავიანთი ინჟინერიით. მოკლედ, ასე იყო ჩვენი სოფლის ამბავი. აქაც ეს სახლი. კარგით, ახლა უნდა დაგემშვიდობოთ მე თქვენ. და გადავწყვიტოთ, გვინდა დამიწერეთ, გვინდა მეორედ მოსვლა თუ არ გვინდა, ახლა ამ წამს, ახლა რომ მოხდეს. თუ გვიხარია რომ გადაიდო. დამიწერეთ, მე მიხარია რომ გადაიდო, მე მინდა რომ მოვიდეს, მე არ მიხარია რომ გადაიდო, დაწერეთ კომენტარებში. მაინტერესებს თქვენი აზრი. ყველა ხო არ ვლაპარაკობ, არა? კარგად იყავით, გემშვიდობებით.